სიცოცხლე ლამაზია, როცა სიკეთითაა სავსე. ხშირად ცხოველებზე ამბობენ, ინსტინქტი ამოძრავებთო. ადამიანს კი გრძნობებიო. ინსტინქტი? ზოგჯერ ნატვრულობ, რომ ადამიანებსაც ჰქონდეთ ასეთი ინსტინქტი. და ეს ინსტინქტი ადამიანების საშველად იყოს გამოყენებული. ეს საშველი ამჟამად ყველა ვხედავთ, რომ ლირგუთშია. უცნაურად გაჟღერდება ახლა ჩემი ნათქვამი, მაგრამ ხომ არ მივბაძოთ ამ რგოლის პერსონაჟს. იქნებ უფრო შევძლოთ სხვების გაბედნიერება. იქნებ ჩვენი გრძნობა ინსტინქტად გადავაქციოთ, რომ უფრო მეტი სიკეთე შეგვეძლოს, რომ გავაკეთოთ. უამრავი ადამიანი კვდება, ზოგი ტანჯვით, ზოგი ავადმყოფობით იტანჯება. ჩვენს გარშემო. შენ კი დგახარ და ამბობ, არ გამომდის მოწვევა. რა არ გამოგდის? სიკეთის კეთება არ გამოგდის? ქსიამოვნებს იმის ყურება, რაც ხდება შენს გარშემო. არ გინდა, რომ რაღაცით მაინც დაეხმარო ამ ადამიანებს? არ გამომდის მოწვევა? ესე იგი გულსარდებ. გულსარდებ ამ მოწვევაში და იმ დროს მასზე არ ფიქრობ, ვისაც იწვევ. საკუთარი ინტერესები გამოძრავებს. ეს კი იგრძნობა და ამიტომ არ მოყვება. აბა გულწრფელად იფიქრე მასზე და აგემოვნე აქ ბიზნესიც და პროდუქტიც. ეს ხომ ყველაფერი გამჭვირვალე და შენ თვალწინაა. აქ ხომ ტყუილი არ არის, აქ ხომ სიმართლეა. ხომ შენი თვალით ნახე, როგორ ეხმარება ეს სასწაული ადამიანებს. მე აღფრთოვანდი და ისე გადაეცი სიყვარულით, მთელი გულით და სულით და მე დააკვირდი ხალხის რეაქციას. გამოყვებიან თუ არა გულწრფელ ზრუნველობას. ამისათვის უნდა გიყვარდეს ადამიანებიც, ცხოველებიც და სიცოცხლეც, რომელიც თავად ღმერთმა გაჩუქა. ამიტომ სხვასაც უნდა აჩუქნეს.